ქალაქის კეთილმოწყობის უზრუნველსაყოფად ქალაქის თვითმმართველობა მაიპის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ბაზაზე იტალიური წარმოების General Motors-ის ფირმის სატვირთვა მანქანა და ტრაქტორი შეიძინა. რისთვისაც ჯამში 185,000 ლარი დაიხარჯა. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ტექნიკაფილებისა და ბორდიურების დაუზიანებლად გასუფთავების, ასევე სადენების გაყვანის სტიქიური მოვლენების დროს გაწმენდისა და მძიმე ტვირთის გადაზიდვებისათვის გამოიყენება და მას საგარანტიო დრო 2 წელი აქვს. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში სულ 2 ჩინური და იტალიური კომპანია მონაწილეობდა, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. ეს ავტომანქანები ქალაქის კეთილმოწყობისათვის, ქალაქის ქუჩებში ბრუშატკების, ფილების, ქვაფენილების მოვლაპატრონებისათვის გამოიყენება, ხოლო ტრაქტორი გამოიყენება აგრეთვე ქალაქში ბორდიურებისა და ქვაფენილების მონტაჟის დროს გათხრითი სამუშაოებისთვის, ზამთრის პერიოდში გამოიყენება ბრუშატკებზე და ფილებზე თოვლის გასაწმენდად.